მოდი აი ტიპური 10 დღიანი მარშრუტი მაროკოვული დასვენება განვიხილოთ. ტურს დავიწყებთ მარაკეშით, სადაც რეკომენდირებულია 3-4 დღე მაინც გაატაროთ. აქ აუცილებლად მოინახულეთ ალმორავიდების სასახლე, საიდუმლო ბაღი და კიდევ სხვადასხვა სასახლეები, სამარხები და ასევე გირჩევთ საჰაერო ბურთით ფრენას, რომელიც შეგიძლიათ დაგეგმოთ. მარაკეშიდან ესაურასკენ უნდა წახვიდეთ. ეს არის ზღვისპირა ქალაქი, რომელიც ნამდვილად წარუშლავს შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენს. მაროკოში უნდა მოინახულოთ მეჩეთები. ბევრ მეჩეთში, რომელიც მოქმედია, არ დაიშვებიან არამუსულმანური რელიგიის წარმომადგენლები. თუ მხოლოდ გარედან ნახვით არ დაკმაყოფილდებით, აჯობებს ეს ფაქტი წინასწარ გადაამოწმოთ. მაროკოში გირჩევთ ნახოთ, რაც შეიძლება ბევრი ციხე, ეგრეთ წოდებული ქასპა. ტურის მე-6-მე-7 დღეს უკვე საჰარას უდაბნოს მიადგებით. უდაბნოში შეგიძლიათ კომფორტულ აუზიან სასტუმროში იცხოვროთ, ანუ თავი ნამდვილ ოაზისში იგრძნოთ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. საჰარაში, რაც აუცილებლად უნდა ნახოთ, ეს არის მზის ამოსვლა. იმის მიუხედავად, რომ დილის 6-ის ნახევრისთვის მოგიწევთ უკვე რომ მზად იყოთ და აკლემით დაიძრათ ადგილისკენ, სადაც უდაბნოში მზის ამოსვლას ნახავთ. შემდეგი გაჩერება ფეზია. აქ 2-3 დღე უნდა გაატაროთ. ფეზში გიდების დეფიციტია. აქ კი აუცილებლად დაგჭირდებათ. აუცილებლად წინასწარ უნდა დაჯავშნოთ გიდის მომსახურება. ფეზი კონტრასტების და სხვადასხვა სურნელის ქალაქია. თავიდან შეიძლება იფიქროთ, რომ გაგიჭირდებათ გაძლება. თუმცა 5-10 წუთში შეეჩვევით. შემდეგი გაჩერება ჩეფჩაუენია. ლურჯი ქალაქი. ეს ალბათ მაროკოში ყველაზე სანახაობრივი და დასამახსოვრებელი ადგილია. აქ უბრალოდ ისაირნეთ ქუჩებში და ამის შემდეგ უკვე რაბატსა და კასაბლანკაში გადაინაცვლეთ. დასაბრუნებელი ფრენა კი კასაბლანკადან შეიძლება რომ დაიგეგმოს.